ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხუმრობით იყო, რომ ბოლოს ყველა კონსერვატორი უნდა გახდეს. მე მგონი ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში მიდის პროცესები. სულ უფრო და უფრო მეტი კონსერვატორი, გამოცხადებული კონსერვატორი. რამდენად გულწრფელი, რამდენად ავთენტური, რეალური კონსერვატორები რამდენად არიან და თანმიმდევრული კონსერვატორები, ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ ნელ-ნელა ჩვენს დღის წესრიგს, როდესაც აჟღერებენ, ეს უკვე ფაქტია. ქართულ ოცნებასთან ერთად უკვე ვიგებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ და აგერ გუშინ წინ ლევან ხაბეიშვილმა საზოგადოებას შემოგთავაზა კონსერვატიული მემორანდუმი, რომელიც შედგება 5 პუნქტისგან. აი მოდით, წავიკითხოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ეს. არა იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილი აჟღერებს ამას, მაგრამ თვითონ ტენდენცია არის ძალიან საინტერესო. ლევან ხაბეიშვილი წერს: ივანიშვილმა აირჩია ავაზაკ ბარაბას მოღალატე იუდას გზა და უარყო ილია ჭავჭავაძის, დავით აღმაშენებლის, თამარის და რაც მთავარია იესოს გზა. ივანიშვილმა უარი თქვა სიკეთეზე, სიყვარულზე, დათმობაზე და მისი რეჟიმი დაამყნო სიძულვილზე, წამებაზე, ძალადობაზე, დაყოფაზე, ძალადობრივ, ბლა ბლა ბლა. მოკლედ, რას გვთავაზობს? ეროვნული თანხმობის +1 პუნქტი. პირველი პუნქტი: საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება. ოჯახი იყო, არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა. ევროკავშირს არასდროს უთხოვია საწინააღმდეგო. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ასევე არსებობს კანონი ან კონსტიტუცია, სადაც იგივე დათქმაა, რაც ზემოთ მოგახსენეთ. აქ იტყუება ბატონი ლევანი ევროკავშირის პოზიცია ცოტა საპირისპიროა და ის ქვეყნები, სადაც ეს ჩანაწერები არსებობს, მუდმივ წნეხს და ზეწოლას განიცდიან ამ ჩანაწერების გამო. მეორე საკითხი, ეს არის საქართველოში ხალხის მთავარი გამაერთიანებელი ყველა დროს, ყველა ეპოქაში იყო რწმენა ღმერთი, უფლის სიყვარული, ქრისტეს მიერი სათნოება, სიკეთე და ტოლერანტობა. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რეაბილიტაცია და აღდგენა, ასევე სასულიერო აკადემიების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა. მხარს დავუჭერთ პატრიარქის ინსტიტუციისთვის შესაძლებლობების გაჩენას, რომ შობის და აღდგომის დღესასწაულებზე უშუამდგომლოს გარკვეული რაოდენობის შავდებულს. ესეც ძალიან საინტერესოა, ძალიან სხვა როგორ წარმოუდგენიათ ხამათ ქრისტიანული ნაწილის სეგმენტის, ეკლესიის, ეს ეკლესია რომ მიიმხრონ, რომ დაგაფინანსებთ რაღაც დღესასწაულებზე, გიშუამდგომლებთ და ფულს მოგცემთ. მესამე საკითხი არის საქართველოსთან კოლოსალური რაოდენობის მოქალაქე გაურბის სიდუხჭირეს გაჭირვებას რუსულ რეჟიმს და ამ ფონზე აბსოლუტურად უკონტროლოთ ზღვარგადასული რაოდენობით ჩვენს ქვეყანაში შემოდიან რუსები, პაკისტანელები, ინდოელები, ირანელები და ასე შემდეგ. უპირობოდ შეწყდება უკონტროლოთ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება და გამკაცრდება საიმიგრაციო პოლიტიკა. ხალხო ეს რა ძალაზე იცი საუბარი? აი სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წელი იყო, თუ არ ვცდები 2013 წელი და სააკაშვილის რეზიდენციის წინ კადრები დღემდე არსებობს, შეგიძლიათ ნახოთ, აი უზარმაზარი რიგი იდგა უცხოელების და სააკაშვილი იმას მოქალაქეობას გამარტივებული წესით აძლევდა, აი რაღაც სანამ ჯერ კიდევ დრო ქონდა პრეზიდენტობის. მეოთხე საკითხი, ეს არის ყველაზე ბომბა პუნქტი, ოკუპანტ რუსებთან გვექნება რაციონალური სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას. რუსებს არ ვაგინებთ, პროვოკაციებს არ მოუწყობთ და სახელმწიფოებრივ პოლიტიკას გავატარებთო რუსეთის ფედერაციასთან. ძალიან კრემლის პროპაგანდა, პირდაპირ კრემლის ნარატივი ხა ეს. რუსებთან რაციონალურ პოლიტიკას გავატარებთ, ეს რას ქვია კაცო? ეს არის პუტინის ნარატივი. ეს მიუღებელია. და მეხუთე პუნქტი, საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფაა, რაზეც საუბრობდით. მცირდება შობადობა, იზრდება სიკვდილიანობა, ამ ფონზე ინგრევა ოჯახები და მათი უმრავლესობა საქართველოდან გადახვეწით შველის საკუთარ თავს. ჩვენთვის ოჯახი დამრავლება არის
პრიორიტეტი და შესაბამისად ქორწინება, ოჯახის შექმნა, შვილის ყოლა გახდება ფინანსურად წახალისებული და უზრუნველყოფილი. მოკლედ, ბოლო არის ივანიშვილი უნდა გავაგდოთ და შემდეგ. რა სიტყვით მეგობრებო, აბა ვისი წინასაარჩევნო ის იყო ეს კამპანია, რომელიც ძალის რატომ არის ახლა ეს საინტერესო, იცით? რა პოზიცია ქონდა ნაციონალურ მოძრაობას ამ ყველაფერთან დაკავშირებით? ეხლა რაც გაჩვენებთ, აი ამ პუნქტებთან დაკავშირებით, რა პოზიცია ქონდა ნაციონალურ მოძრაობას და მათ შორის სხვა ძალებს, რომლებიც ნელ-ნელა რაღაც კონსერვატიულ მესიჯებს უშვებენ, აი პატარა ისტორიულს ვერ გეტყვით თლად, იმიტომ რომ 5 წლის წინანდელი მოვლენები თლად ისტორიული არ არის, მაგრამ წარსულის გარკვეული რეტროსპექტივას გაგახსენებთ, დარწმუნებული ვარ, ბევრს ეს გექნებათ ნანახი. ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ საქართველოში 15 პარტია გაერთიანდა. პოლიტიკურმა ძალებმა მემორანდუმი გააფორმეს. 15 პოლიტიკური გაერთიანება თანხმდება, რომ საქართველოში ჰომოფობია, ტრანსფობია, ადამიანის დევნა, სექსუალური ორიენტაციის გამო მიუღებელია. მემორანდუმის ტექსტი LGBT თემზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისი პრაიდმა მოამზადა. ხელმომწერები თანხმდებიან, რომ ყველა პოლიტიკურ მექანიზმს გამოიყენებენ ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და ძალადობის თავიდან ასაცილებლად. საფრთხეობა დგას ადამიანების კითხვის ნიშნის ქვეშ და ამის მაგალითი ვნახეთ 2 დღის წინ, რაზეც სამწუხაროდ ვერ ვნახეთ რეაგირება. ის რაც წერია საქართველოს კონსტიტუციაში დაცული იყოს ყველა პოლიტიკური ძალის მიერ. ეს არის მშვიდობიანად, ასე ვთქვათ, გამოხატვის უფლება, მანიფესტაციის უფლება, ძალადობრივი ენის გამოყენების, ასე ვთქვათ, კონკრეტულად წინააღმდგომა. სანამ არსებობს ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც არის მუდმივად ძალადობის, შევიწროების, შეურაცხყოფის და დამცირების მსხვერპლი, რომელსაც მთავრობა არ იცავს, ეს არის ჩვენი მორალური ვალდებულება, რომ ამას დაუპირისპირდეთ. ნაციონალური მოძრაობა 5 წლის წინ გეი მემორანდუმს აწერდა ხელს, აწერდა კი არა, მოაწერა. გეი მემორანდუმზე ხელის მომწერი ძალა დღეს დიამეტრალურად 180 გრადუსით განსხვავებულ იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობით შეხედულებას, გეოპოლიტიკურს მათ შორის, იმიტომ რომ რუსეთის მიმართ რა ისიც გაჟღერდა, ეგეც გეოპოლიტიკური პოზიცია. ავლენს გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ ვიმარჯვებთ. რა დასმა შეიძლება გავაკეთოთ? ჩვენ ვიმარჯვებთ. კონსერვატიული დღის წესრიგი, დღითი დღე ყოველ წელს ძლიერდება. კიდევ უფრო შორს რომ გავაკეთოთ აი ეს წარსულის ანალიზი, იმიტომ რომ ეხლა მარტო ნაცებზე რომ ვისაუბროთ, ეს ოცნების ინტერესია ეს, რომ ჩვენ ნაცებზე ვიყოთ მიჯაჭული. იმიტომ რომ ნაცები არ არიან ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის არის ძალაუფლებაში მყოფი ხალხი. ყველა პასუხისგებლობა ყოველთვის ეკისრება იმ ხალხს, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ამიტომ ცხადია, ნაცების ეს მდგომარეობა გასაგებია, ცხადია ეს არის ჩვეულებრივი იაფასიანი პოპულიზმი და არავის არ ჯერა არც ერთი პუნქტის ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ისინი ამაზე საუბრობენ, ეს არის ცალსახად დადებითი მოვლენა. ხელი პირიქით უნდა შეუწყოთ, ცხადია არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის იაფასიანი პოპულიზმი და არათანმიმდევრულობა პოლიტიკური, რაც ახასიათებთ ხოლმე, მაგრამ ეგ ჩვენ ნამდვილ თრუ კონსერვატორებს გვაძლიერებს. რაც უფრო მეტი ძალა, ამა თუ იმ ინტერესით რა ინტერესიც არ უნდა კონდეს, გულწრფელი არა გულწრფელია, რაც უფრო მეც ჩვენთან დაახლოებულ იდეოლოგიურ თუ მსოფლმხედველობით თუ პოლიტიკურ შეხედულებას გააჟღერებენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გაგვაძლიერებს. ეს არის ჩვენს აკვარიუმში ჩასხმული წყალი. ადრე თუ ჩვენი აკვარიუმი ცალკე იდგა და რაღაც მარტო ჩვენ ასე ვთქვათ დავწურავდით ამ აკვარიუმში, ეხლა ოცნებამ და ამ სხვა ძალებმა უკვე თავისი აკვარიუმის წყალი ჩაასხეს ამ ჩვენს აკვარიუმში და საერთო გახდა ეს წყალი, სადაც ჩვენ მიჩვეულები ვართ ანუ ეს აქ უკეთესად დავწურავთ ჩვენ, ანუ ჩვენ ვერავინ ვერ შეგვეცილება ამ წყალში. ცხადია, თუ სწორად ვიმოქმედებთ და შეცდომებს არ დაუშვებთ. კონსერვატორების პოლიტიკაში გამოჩენამდე
ხო გაჩვენეთ აი გეი მემორანდუმი, ირაკლი კობახიძე რომ ეროვნულ ცნობიერებას არ აღიარებს და საშიში რამეთ მიაჩნია, აი გვარამიას ამ ვიდეოთი კარგად ჩანს რანაერი პოლიტიკური ვითარება იყო ზოგადად ამ ქვეყანაში. ოქროს ხანაა ქართული ლიბერალიზმის, აი ოქროს ხანაა ეს პერიოდი, ეს 2012-დან 2021 წლამდე, აი ოქროს ხანაა. ყველა ოცნებისთვისაც ოქროს ხანაა, არ უწევთ ეს რაღაცა ეხლა ეს მიმიკრირება ქრისტიანობასთან, ამ ტრადიციებთან, ამ ქართველებს უნდა გაუტოლონ ეხლა თავი და ყველასთვის იდეალური დრო იყო, გვარამიასთვის იდეალური დრო იყო, არ უწევდა მაშინ ეხლა რო უწევს რაღაც კაცის ვიზუალზე დადგომას, მაშინ თავისუფალი იყო და შინაგანად როგორაც გრძნობდა თავს, იმას უფრო თავისუფლად ავლენდა და ასე შემდეგ. ეს მოცემულობა, ეხლა რაზეც ცოტა იუმორისტულად და ესეთ კომიკური ამ ვიდეოებით რომ გვიწევს აღწერა, ეს სინამდვილე საკმაოდ სერიოზული და სიღრმისეული საკითხია. იმიტომ რომ მაშინ იყო ეს რეალობა. მაშინ იყო ცალსახად ლიბერალიზმი, ცალსახად არც კი განიხილებოდა საერთოდ ალტერნატიული ეჭვის შეტანაც კი არ შეიძლებოდა იმაზე, რაც დღეს უკვე, რაზეც ყველა საუბრობს და ყველა ეთანხმება. საერთოდ ლიბერალური დემოკრატიის მიმართ, რომ ამ მიმართულებით მიდის ქვეყანა ლიბერალური დემოკრატიის გეზი გვაქვს აღებული, ეს იყო სრული კონსენსუსი. მთავრობის კონსენსუსი, ირაკლი კობახიძის კონსენსუსი, ბიძინა ივანიშვილის კონსენსუსი და ნაცების და გვარამიასი და შეხმატკილებულად იყვნენ ერთმანეთთან. თუმცა 2021 წლიდან 5 ივლისის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მოხდა, 5 ივლისში უნდა დაეგვირგვინებინათ. 5 ივლისის ეპოქაც გავიხსენოთ. ეს რა ვითარებაა? ეს არის ჯო ბაიდენი თეთრ სახში მოსული, ყველაზე ულტრა ლიბერალური ძალა ამერიკის ისტორიაში, რაღაც მინისტრები ყავდათ, ტრანსგენდერები და ჯანდაცვის მინისტრი ყავდათ, ტრანსგენდერები, რაღაც ხიპიანი კაცი, რომელიც ქალის ტანსაცმლით დადიოდა. წარმოიდგინეთ, როგორი სიგიჟე იყო. ანუ თავარი ექიმი, ანუ ჯანდაცვის მინისტრი ვინ არის? თავარი ექიმი, ასე ფიგურალურად რომ თქვათ, იყო გიჟი. მენტალურად ავატყოფი, ანუ ქალის ტანსაცმელში დადიოდა კაცი. მაგას უნდა ეპატრონა ამერიკელების ჯანმრთელობაზე, მათ შორის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მაგ დროს იყო სრული ექსპორტი, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო ექსპორტი ლიბერალიზმის და ფრთები გაშალეს მათ შორის აქაც ლიბერალებმა და მაშინდელი ამერიკის აქ ელჩის ქალბატონი კელი დეგნანის ძალიან აქტიური ორგანიზებით და კურაციით საქართველოში უნდა ჩატარებულიყო ბოლო-ბოლო გეი პარადი. ამისთვის მოამზადეს მემორანდუმი, ცხადია ამაში ფული გადაიხადეს, ყველა ტელევიზია უკვლებლივ 5 ივლისამდე, სადღაც 2 თვით ადრე გადავიდა გეი რეჟიმზე, გეუბნები პირდაპირ გეი რეჟიმზე გადავიდნენ. რეიჯ მოუდზე გადავიდნენ, LGBT ბეიჯები გაიკეთეს მკერდზე, LGBT დროშებს აფრიალებდნენ. დღეს რო სხვა რაღაცას ამბობენ, ეგ ხალხი მაშინ ემხრობოდა ამ ყველაფერს. ქრისტიანობის საწინააღმდეგო პოზიციას, ჩვენი ღირსების საწინააღმდეგო პოზიციას, ჩვენი შვილების წინააღმდეგ პოზიციას, ყველაფრის წინააღმდეგ, რისთვისაც ეს ქვეყანა არსებობს და რისთვისაც უომია და უბრძოლია და რა ვიცი, საღი აზრის წინააღმდეგ ბოლო-ბოლო, იმიტომ ეს არის სიგიჟე, ეს არის მენტალური ავადმყოფობა. მთელი პოლიტიკური კლასი ჩადგა ამის სათავეში, უნდა დაეგვირგვინებინათ. დაგვირგვინებულიყო ერთი გრანდიოზული გეი პარადით. თუმცა ქართველმა ხალხმა ეს არ დაუშვა. ღირსება ქვეყანას შეუნარჩუნდა. და ძალიან ბევრი რაღაცა რო აი მე ამას სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ,
აი ამის მე მჯერა და მწამს. ბევრ რაღაცას რო გადაურჩა უბედურებას ეს ქვეყანა, სხვა მეზობლებისგან განსხვავებით ჩვენს გარშემო რო ყველაფერი იწვის. დიდ წილად მე მაგას უკავშირებ. დიდ წილად ამას მე რელიგიური კუთხით უყურებ, სარწმუნოებრივი კუთხით უყურებ, რომ ეს იყო ჩვენ გავიარეთ ეს განსაცდელი. ჩვენ არ დაუშვით ჩვენს ქვეყანაში უღირსობა, ღმერთის საწინააღმდეგო, აი ყველაზე საშინელი ფორმის. ვისაც გჯერათ და ვისაც გწამთ, აი რის გამოც ქალაქები გაანადგურა ღმერთმა სოდომ და გომორში.